მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ღვინის პოდკასტის მესამე ეპიზოდს, რომლის ჩაწერაც მიმდინარეობს ღვინის ბარ სულიკოში. დღეს ჩვენი სტუმარი არის გიო ხოცბერაშვილი. გიოს თითქმის ყველა იცნობთ, ვისაც ოდნავ მაინც გაქვთ შეხება ღვინოსთან. გიო არის ღვინის კრიტიკოსი და უბრალოდ კარგი ადამიანი. მადლობა ძალიან დიდი მოწვევის. ძალიან მადლობა. გიო, მაინტერესებს რამ გააღვივა შენში ღვინისადმი ინტერესი. გასაგებია ის ფაქტი, რომ ცხოვრობ ღვინის სამშობლოში და ყველა ოჯახში ხდება ღვინო, თუმცა თუ კი უდგებით ღვინოს როგორც პროფესიონალურ პროდუქტს, ეს უფრო სხვა დონეზე არის. მაინტერესებს შენი პროფესიონალურ ღვინოში მოხვედრის ამბავი. ჩემი პასუხი მაგ კითხვაზე ყოველთვის ალბათ ცოტა მოსაწყენია ხოლმე, ნაკლებ რომანტიკული ესე ვიტყოდი რა, რაღაცა ოჯახური ისტორიების გარეშე, იმის მიუხედავად, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის ძალიან დაკავშირებული იყო ღვინოსთან, პაპა ისეთი გლეხი კაცი, რომელიც თვითონული და ვენახს და ასე შემდეგ, ღვინოსაც აყენებდა და მთელი ამბები, მაგრამ ჩემი უშუალო გადაწყვეტილება, რომ ღვინოში წავსულიყავი, იყო ძალიან პრაგმატული. ყველანაირი დიდად რაღაც ემოციების გარეშე, ეს დიადი რაღაც სიყვარულის გარეშე, იმ ისტორიის გარეშე, რომ აი პაპას რო უყურებდი და ის რო აყენებდა, არა, ძალიან უნდა ვაღიარო, რომ ძალიან პრაგმატულად გადავწყვიტე, რომ მეღვინეობაზე ჩამებარებინა, იმ პერიოდში ძალიან პერსპექტიულად მეჩვენებოდა, არ ვიცოდი ზუსტად რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში და ვიფიქრე, რომ ეს ის პროფესია შეიძლებოდა ყოფილიყო, სადაც კაცი გამოიმუშავებდა რაღაცა საზრდოს და მომავალზე რაღაცა ძალიან პრაგმატულად ფიქრობდი რა, რომ ეს შეიძლებოდა რომ ადეკვატური შემოსავლის მომტანის სფერო ყოფილიყო. თან თავიდანვე ვხვდებოდი, რომ ესეთი ძალიან ფართო სპექტრი იყო იქ, თუნდაც ეხლა მეღვინეობაზე რო სწავლობ მეღვინეობა მევენახეობას. სულ ცოტა ეს ორი დიდი მიმართულება სხვა დანარჩენს რო თავიდანვე. ამიტომ ძალიან პრაგმატულად გადავწყვიტე, რომ ჩამებარებინა მეღვინეობაზე და სულ ამას ვამბობ ხოლმე, რომ ძალიან მაგრად გამიმართლა, რომ შემიყვარდა ღვინო. ძალიან კარგი. მე როგორც ვიცი, შენ განათლება გაქვს მიღებული გერმანიაში. ნაწილი განათლება კი ბატონო, მესამე კურსის მერე აგრონში რო ვსწავლობდი, აგრონში რო ვსწავლობდი, მესამე კურსზე უკვე ვიცოდი, რომ უშუალოდ მეღვინეობა არ იყო ჩემი თემა რა და ძალიან ისეთი ცოტათი დაბნეული პერიოდი მქონდა, რომ ხარ ვიცი რა ვაკეთო, იმიტომ რომ აშკარად სადღაც რეგიონში მეღვინეობა უშუალოდ ამ რაღაც საწარმოში მუშაობა არ მინდოდა რა, ჩემი არ იყო და მივხვდი, რომ აი გერმანიაში წასვლა და ეს რაღაც გაცვლითი პროგრამა ჰქონდა გაიზენჰაიმის უნივერსიტეტთან. იყო ჩემი შანსი, რომ ეს ჩემი პროფესიის ეს რაღაც ვექტორი, რომელიც მეღვინეობისკენ მიდიოდა, ცოტა გადამიხარა და რაღაცა აი უფრო გაყიდვები, უფრო მარკეტინგი, რაღაცა რისერჩის, აი ცოტა წამეყვანა სხვა მიმართულებით და იდეალურად შეასრულა თავის ფუნქცია. რას ფიქრობ, რამდენად შეიძლება საქართველოში მიიღოს სრულფასოვანი განათლება მეღვინეობა მევენახეობის თვალსაზრისით, თუნდაც ის რაც შენ თქვი, ხა მარკეტინგი, გაყიდვები, ბრენდინგი. არის თუ არა ქართული უნივერსიტეტები მზად იმისთვის, რომ იქ მისულ სტუდენტს ბოლომდე მისცეს ცოდნა ამ სფეროში? ხშირად მეკითხებიან ხოლმე სხვა შორის ბავშვები, სტუდენტები ან აბიტურიენტები იმას სად ჩავაბაროთ. და ჩემი პასუხი სულ ერთი და იგივეა ხოლმე რა და ალბათ ამ პასუხი გაიცემა შენს კითხვასაც. ვურჩევ ხოლმე რომ უნივერსიტეტი შეარჩიეთ იმის მიხედვით, რომელ უნივერსიტეტს აქვს კარგი გაცვლითი პროგრამა. საქართველოში და თუნდაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა შეიძლება მიიღო სოდნა, მაგრამ აი რა როგორც დასვი კითხვა, რაღაცა ამომწურავი სოდნა და იმის მომცემი რომ აუ всё მე საქართველოში განათლება მივიღე და ეხლა შევარდები და მივიქნები მევენახეობაშიც და მეღვინეობაშიც ცოტა არტე ხარ გამბარო ღვინის სამშობლოში. არა იცი, მგონია რომ ანუ განსაკუთრებით საქართველოში თქო ვახსენე, მაგრამ იგივე შემიძლია თქვა თუნდაც გერმანიაზე. მგონია რომ ისეთი დიდი სფერო არის და იმდენად მრავალფეროვანი არის, რომ ასევე საჭიროებს ცოდნის და გამოცდილების მრავალფეროვნებასაც რა. საქართველოში ბევრად წინ მიდის განათლების მიმართულება ეტაპობრივად და ესეც იმიტომ ხდება, რომ ახალგაზრდები ერთვებიან და ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა დღეს უკვე ასწავლის უნივერსიტეტში, რითიც ძალიან ვამაყობ და რო ვიცი ის ადამიანები რა ცოდნის მატარებლები არიან, სულ აი მარტო იმ ინდივიდუალური ადამიანების ხარჯზე
ჩემი აზრით ქვეყანაში გვეზრდება ცოდნა და ცოდნის დონე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც ის ადამიანები, ვინც დღეს ასწავლიან უნივერსიტეტებში, ისინიც დამეთანხმებიან, მათაც აქვს ზუსტად ის საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც მეღვინეობაში თუ მევენახეობაში აბსოლუტურად აუცილებელი არის. თუ გვინდა რომ რაღაცა კი, ნამდვილად, ანუ კარგი ის ფაქტი არის, რომ ის ხალხი, ვინც გარეთ რაღაც ცოდნას იღებს და ქვეყანაში ბრუნდებიან, ჯერ ისეთი რომ ბრუნდებიან, ნაწილი მაინც და რაღაცა საქართველოს ემსახურებიან მაგით და აი მე რაც ვთქვათ, ჩემი მხრიდან ეგ არ გამიკეთებია, ძალიან მადლიერი ვარ, როგორც ერთი რიგითი ღვინის მოყვარული, რომ ქვეყანაში ბრუნდებიან და აი ეს ცოდნის გაზიარების მიმართულებით ძალიან დიდ შრომას დებენ. კი, ძალიან კარგია და შენი პროფესიიდან გამომდინარე, შენ ხარ ღვინის კრიტიკოსი და მგონია რომ ქართველებს არ გვიყვარს ძალიან ისე რბილად რო ვთქვა, როცა ჩვენ ღვინოს ვინმე აკრიტიკებს. კი. ყველა ოჯახში სადაც ამ მიხვდი და უნდა თქვა, შეიძლება არ თქვა, ჯობია რომ არ თქვა ისე. რომ ეს ღვინო ძალიან კაია. მგონია თუ არა მაგის გამო რამე ისეთი წყალებში ინციდენტის ვარიანტი. არა, სხვათა შორის უფრო მგონია რომ ადამიანები, ვინც ცოტათი მაინც მიცნობენ, რაღაც მოლოდინი აქვთ უკვე. და მეც მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ ანუ გულახდილი ვიყო რა, ანუ საკუთარ თავთან რა, ანუ არ პიროვნულად ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც არ შემიძლია რომ თვალებში უყურო ადამიანს უცინო ტაში უკრა და რეალობაში აბსოლუტურად რადიკალურად სხვა რაღაცას ფიქრობდე და აი მე და შენ რო სუფრაზე მივიდეთ და იქ ვუქო ვიღაცას და მე გამოვიდი და ფუ ეს რა დავლიეთ, ანუ ეს ჩემთვის მორალურად შეუძლებელი არის, არა ის რომ მიუღებელია, პროსტა არ შემიძლია ეგეთი რაღაც გაკეთება. ამიტომ ყველას თუ არ მიცნობენ ხოლმე ვამზადებ რომ იცით რა, მე აი ესეთი პერსპექტივით უყურებ ღვინოს და მე კრიტიკული ვარ და მე ესეთი ადამიანი ვარ და ესე ვაფასებ ღვინოს. შესაბამისად დიდად სიმართლე რო გითხრა მაგაზე პრობლემები ზოგადად მქონია, მაგ თვალსაზრისით ბჭყალებში პრობლემები ჩემთვის ეგეც არ არის პრობლემა, მაგრამ აი ეს რაღაცა ჯახი, დაპირისპირება, რაღაცა აი სიტყვიერი გაცვლა-მოსვლა რო რაღაცა შენ ვინ ხარო, იმაშვები და ვიღაცას უწუნებ და ასე შემდეგ, ანუ უამრავი, ეგეთი რამდენიც გინდა, მაგრამ ის რომ სადმე სუფრაზე მისულიყავი და გულახდილად შემეფასებინოს და მე რამე პრობლემა მქონოდა მაგაზე, არა. მგონია რომ ვისაც სუფრის კულტურა აქვს და რაღაც პატივისცემა აქვს, თქვათ, სტუმრის მიმართ და სტუმარიც ასე ვთქვათ, სწორად ახდენს კომუნიცირებას შენთან, ძალიან არასწორ ადგილას უნდა მოხვდე, რომ ეგეთ რაღაცაზე პრობლემა შეიქმნას. ჩემი აზრით ესე არის. ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ვითარდება ღვინო როგორც პროდუქტი და შესაბამისად იზრდება მისი ხარისხიც, თუმცა ხშირად ეს ხარისხი არ არის სტაბილური. შენთვის როგორც ღვინის კრიტიკოსისთვის მაინტერესებს რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ქართველებმა იმისთვის რომ ეს ხარისხი დასტაბილურდეს და კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ძალიან კომპლექსური კითხვა არის ზოგადად რა, ანუ ნაწილობრივ ვეთანხმები იმას, რომ ცოტათი ვიზრდებით, მაგრამ ისე და ისე ცოტათი ყოველთვის მაქვს ხოლმე წლიდან წლამდე იმის შეგრძნება, რომ ჩვენი განვითარების ტემპი, აი როგორც ადამიანისთვის, რომელიც ანუ აი ყოველდღიურად ამითი ვცხოვრობ, რომ ანუ ვქომაგობ და ანუ ყოველდღე ფაქტიურად ვცდილობ რომ ვიპოვო აი ეს ადამიანები, ის ღვინოები, თუნდაც ის ერთი კონკრეტული ღვინო, რომელიც ასე ვთქვათ, აი რაღაცა ათასობით ღვინიდან რაღაცა სტეფაუთი იქნება, რომ გამორჩეული იქნება, განსაკუთრებული იქნება და ყველას ვქომაგობ, რომ აი ეგეთი ღვინოები გქონდეს ბევრი, ხო? იმიტომ რომ ყველას გვესმის, რომ ნებისმიერი ქვეყანა აწარმოებს სუსტ ღვინოებსაც, საშუალო ღვინოებსაც და ჩვენგან განსხვავებით ძალიან მაღალი დონის ღვინოებს, ოღონდ სტაბილურად რა. აი ეგ სტაბილურობა ნამდვილად გვაკლია ჩვენ, რომ რაღაცა მაგარ ღვინოს რო გავსინჯავთ და აი გონია რომ აუ всё, აი ვიღაცამ ერთმა მეღვინემ თუ მეღვინეობამ რაღაცას მიაღწია და მეორე წელს საერთოდ სხვა რეალობა გვხდება. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? პირველ რიგში ცოტა შორიდან დავიწყებდი ასე ვთქვათ, აი მაგისთვის შემზადებას და ვიტყვი რომ მგონია ყველა მეღვინე რაღაც დიდი საწარმო იქნება, მარანი იქნება ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ღვინო უნდა გასინჯოს. არა მარტო საქართველოში და ქართული ღვინო, არამედ უცხოური საერთაშორისო ღვინოები. როცა ჩვენ ვამბობთ რომ რაღაცა ასპარეზზე გავდივართ და ვეპაექრებით
რაღაცა ღვინის წამყვან ქვეყნებს და ასე შემდეგ, ხო? ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რამდენადაც სტილები შეიძლება განსხვავდებოდეს, ჯიშები განსხვავდებოდეს. ადამიანი, როდესაც ფიქრობს, რომელიღაც ქვეყანა არ ვიცი, აი გერმანიაში არის ადამიანი და ფიქრობს რა მიირთვას რა, ანუ ის ადამიანი ქარვისფერსაც მოიაზრებს, თეთრსაც მოიაზრებს, წითელსაც და აი ამ ნებისმიერ კატეგორიაში კონკურენცია ძალიან დიდია. ოკეი, ქარვისფერში იმდენად დიდი არ არის და უფრო მეტად ვდომინირებთ, რაც ძალიან מחარებს. ქარვისფერში ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. დანარჩენ ყველა კატეგორიაში, ანუ ნებისმიერ ქვეყანას მოიაზრებს, ნებისმიერ ღვინოს მოიაზრებს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს რა ხდება მსოფლიო ბაზარზე. ამიტომ პირველი ის იქნება, რომ სანამ იქამდე მივალ რომ აი ცოდნა გავზარდოთ და რაღაცა რაც ორჯერ ორი არის, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ცოდნა გვჭირდება, მეტი გამოცდილება გვჭირდება, რომელიც ასევე საერთაშორისო უნდა იყოს, გვჭირდება ის, რომ მეღვინეებმა გასინჯონ ძალიან ბევრი ღვინო. ესმოდეთ რა ხდება მსოფლიოში, არა მარტო მათ სოფელში, მათ სამეზობლოში, მათ რეგიონში და თუნდაც მათ ქვეყანაში. ბევრად უფრო შორს მიდის ქართული ღვინო, ვიდრე უბრალოდ ჩვენი ქვეყანა. ხო, სწორია და ყველა მიიღწვის იმისკენ, რომ სადღაც სხვაგან უცხოეთში გავყიდოთ ჩვენი ღვინოები. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს იქ რა ხდება. ეს პირველი არის და მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და დაუფასებელი არის ეს ასპექტი. და საკმარის არ იღწვიან ამისთვის მეღვინეები, რომ უცხოური ღვინოები გასინჯონ. მეორე, რა თქმა უნდა, არის ცოდნა. არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდეს შენი ცოდნით. და შენი ცოდნა რომ გაზარდო, ეს მარტო ის არ არის, რომ წლიდან წლამდე რაღაც ექსპერიმენტები ჩაატარო რა. ანუ ჩვენ ხო კარგად გვესმის, რომ მეღვინე არ არის შეფ მზარეული. შეფ მზარეულს შეუძლია რომ იყიდოს პროდუქტი, სტეიკი ერთხელ შეწვას, არ გამოვიდა, ოკეი, ეხლა გადავდებ ამას ახლიდან. კი, ხარჯი არის, მაგრამ შემიძლია რომ ჩემი ასე ვთქვათ, უნარები დავხვეწო, არ ვიცი, პირობითად, აი, თუნდაც ერთი თვე დაუთმო იმას, რომ ვისწავლო იდეალური სტეიკის შეწვა, ხო? მეღვინეს არა აქ ეფუფუნება. წლიდან წლამდე შე რო წელიწადში ერთხელ რამოდენიმე ჯიშზე რაღაც ექსპერიმენტ ჩატარებ, ეგ არ არის საკმარისი. რა შეიძლება რომ გააკეთოს, ახლა შეიძლება იკითხოთ, რომ აი რა უნდა ქნას მეღვინე. წაიკითხოს. გასინჯოს. დაელაპარაკოს სხვა მეღვინეებს, გაცვალოს ცოდნა, მიიღოს მათგან. არასეზონი, როდესაც მაგალითად საქართველოში ზამთარია, ყველაფერი დაბინავებულია, ასე ვთქვათ, ყველა პროცესი არ არის. არის მსოფლიოში ქვეყნები, როდესაც მაშინ იწყება ზუსტად ღვინის გადამუშავება, მაშინ აქვთ მათ რთველი და ასე შემდეგ. ანუ მაქსიმალურად ვეცდებოდი მე რო დარჩენილიყავი უშუალოდ მეღვინეობის მიმართულებით, ალბათ წელიწადში მინიმუმ მართლა ვეცდებოდი, რომ ანუ ორი რთველი მიმეღო რა, ორ რთველში მიმეღო მონაწილეობა. ანუ ჩემი გამოცდილება ყოფილიყო მაქსიმალურად მრავალფეროვანი. რა თქმა უნდა, ეხა ახალ ზელანდიაში რაც ხდება, ან სამხრეთ აფრიკაში შენ უშუალოდ პირდაპირ შეიძლება ის ცოდნა ვერ გადმოიტანო, მაგრამ ცოდნა გაქვს, რომელიც ანუ არ იცი რაში რა მომენტ შეიძლება გამოგადგეს. ინტერპრეტაციას როგორც მიცემ, შენს მიღებულ ცოდნას, უშუალო პრაქტიკას არის რაღაცა ელემენტარული, რაც ანუ იქაურ ტერუარზე არ არის დამოკიდებული და რაღაცა უშუალო ტექნიკები არის, რაც შეიძლება რომ გამოიყენო და ადაპტაცია მოახდინო შენს რეალობაში, შენს მარანში, სისულთავე უკეთ როგორ დაიცვა, როგორ იმუშაო, რომელი ეგრეთ წოდებული პომპა გამოიყენო, რომ შენი ღვინო უფრო უსაფრთხოდ გადადიოდეს ერთი ჭურჭლიდან მეორეში, რომ აი მაგას მნიშვნელობა აქვს თუნდაც, ძალიან დიდი ცოდნა არის, რომელიც არ გვაქვს. აი როგორ გასხლავ რა, ანუ რაც დაუტოვეს, როგორ გასხულს დატოვეს, გონიათ რომ უნდა გააკეთოს. კი და აბსოლუტურად, ანუ მევენახეობის მიმართულებით ხო მით უმეტეს რა. მევენახეობაში კიდევ უფრო მეტად გვიჭირს, მე ასე მგონია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხარისხის ალბათ მინიმუმ 80% მოდის ვენახიდან. და რა პროდუქტიც გვაქვს იქიდან გამოვდივართ რა. ჩვენთან 50 წლის ვენახი ითვლება, რომ უკვე მოხუცია, როდესაც პირიქით ყველაზე ეტაპი ეწება ვენახს მაშინ. კი, და არ ვიცით მაგის სწორედ მოლა, რომ ის 50 წლის სავარაუდოდ უკვე ცუდად არის მოვლილი. ხო, ეგ არის პრობლემა, რომ ანუ ერთი არის, რომ არ გვესმის რა მნიშვნელობა აქვს, რომ აი ან გვესმის, მაგრამ არ გვესმის რა მდგომარეობაში უნდა იყოს ის. მაგას გვაძლევს ზუსტად აი უცხოური გამოცდილება რა, ანუ სხვაგან თუნდაც არ ვიცი საფრანგეთში ან გერმანიაში რო შეხვიდე ვენახში, რომელიც არის 50 წლის ვაზით, ხო, გაშენებული. ანუ მიხვდები განსხვავებას. ვიზუალურად მიხვდები, სხვა რო არაფერი არ აგიხსნან, ვიზუალურად მიხვდები რითი განსხვავდება ქართული საქართველოში გაშენებული უმეტესობა
ხნიერი ვაზი, თქვათ ისეთ ქვეყნებში, სადაც ძალიან კარგად უვლიან ვენას. ხუძის ხარისხიც ხომ არის რაც უფრო აბსოლუტურად. ასაკში შედის, უფრო ღრმად ჩადის ეს კი, მინერალებთან. ეგეც, ანუ კონცენტრაცია ხდება, უფრო რეზისტენტული არის ის ფაქტი, რომ შენ სიღრმეში გაქვს ვაზს აქვს სიღრმეში ფესვი, ორ რაღაცას გაძლევს. ეხლა პირველი რაც გამახსენდა, როცა წვიმა არ მოდის, შენ ფესვები მაინც სიღრმეში გაქვს და წყალს საჭირო რაოდენობას იქიდან აიღებს, როდესაც ძალიან ბევრი გაქვს, შენ ზედაპირზე არ გაქვს ფესვები, რომ ბევრი წყალი აიღოს და ასე ვთქვათ, გაზავება მოხდეს შენი ანუ არომატების, გემოების და ზოგადად ყურძნის შემცველობის და შესაბამისად, ანუ აი ეგეთი რაღაცებს აბალანსებს ვაზის წლოვანება რა, ის ფაქტი, რომ სიღრმეში არის მეტად განსხვავებულ სხვადასხვა ტიპის ნიადაგებთან აქვს შეხება, ანუ მაგას გვაძლევს ეგ, რომ ანუ სიღრმეში რაც მიდის, ხო ასე ვთქვათ, ლეიერებად არის, ხო დაყოფილი არის შრეებად ეს ნიადაგი და სხვადასხვა ტიპის ნიადაგთან აქვს ვაზს შეხება. ეხლა თუ ვიცით რომ რაღაცა ქვიშნარი გვაძლევს უფრო თხელ ექსპრესიას ღვინოების და უფრო თხელი ღვინოები გამოდის, ზემოთ შეიძლება ქვიშნარი გაქვს, მაგრამ რაღაც 5 მეტრში რაღაცა არ ვიცი, კირქვა ქონდეს ან თიხნარი ქონდეს ან კარბონატები ქონდეს, ასე შემდეგ. ანუ აი ეს მრავალფეროვნება მე ძალიან დიდ როლს თამაშობს ღვინის კომპლექსურობაში, სიღრმეში და შინაარსიანობაში. წინაზე ირაკლი მგალობლიშვილმა მოიტანა პერუდან. პერუდან იყო, ხო? ჩილედან იყო. ღვინო, რომელიც იყო 120 წლის ვენახიდან. ჯერ ერთი ეგრევე საინტერესო, კი. სემი, გასაჩვენებელი. ძალიან საინტერესო. ეგრევე საინტერესო ხდება ის ფაქტი, რომ ეს ღვინო არის 120 წლის ვენახიდან. ეგრევე საინტერესო ხდება და თან მე ეძებ მოლოდინიც უფრო სხვანაირი გაქვს. მოლოდინიც უფრო სხვანაირი გაქვს და თუ სწორედ არის 120 წლის ვაზი მოვლინი ამ მთელი წლების განმავლობაში, რეალურად მოგცემს იმ შედეგს. თან ისიც არის, რომ რაც უფრო ხნიერია, მე უფრო ნაკლებ მოსავალს გაძლევს და ის მოსავალი კონცენტრირებულია. და წევენ მაგას ამბობ და ეძებ ჭიქაში 120 წლის ხასიათს. ძალიან საინტერესო. კიდე რაც მინდა გკითხო, ბრენდინგის გავლენა ღვინის გარეგებებზე. ჩვენს რეალობაში, რასაც ვაკვირდებით, ნაკლებად აქცევენ ბრენდინგს ყურადღებას. გასაგებია ცოტა ლამაზი ფერადი ეტიკეტები. ხო, პირიქითაც ხდება კი. მაგრამ მაინც არ არის ის, რომ აი შეხედავ და ეტყვი, რომ აი ამ ბოთლისთვის მეღვინეს არ დაენანა რესურსი, რომ ბოლომდე მიიყვანა საქმე. რა როლი აქვს ბრენდინგს ღვინის გარეგებაში? ჩემი აზრით, ცოტა დაუფასებელი არის ბრენდინგი ზოგადად. და ცოტა განსხვავდება, ანუ ჩემი პასუხი იქნება ცოტა ორგვაროვანი. ერთის მხრივ გვაქვს ჩვენ დიდი მეღვინეობები, რომლებსაც აქვთ რესურსი, მაგრამ ისინიც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ და მგონია, რომ ეს ნაწილობრივ და ეს ცოტა ვარაუდის სახით ვიტყვი. ადამიანი, რომელსაც ღვინო არ ესმის, ის რო არის ჩართული ბრენდინგში, რამდენადაც კარგი ბრენდის, ხო, აი დიზაინერი არ უნდა იყოს რა. არა მგონია რომ სრულყოფილად აღიქვამს რა სჭირდება ამ ღვინოს, ხო? მით უმეტეს თუ არ ესმის ის ღვინო რაც უნდა იყოს, ხო? ანუ თანხმედრა არ გვექნება. მერე სპეციფიკა არ ესმის, მერე ცოტა იქ რაღაცა კანონმდებლობა შემოდის, ხო? მნიშვნელოვანი მომენტი არ ესმით და შემდეგ გასაკვირად მეღვინეობებსაც არ ესმით ხოლმე ხშირად მნიშვნელოვანი ასპექტი რა არის ბრენდინგში. ზოგადად ვიზუალურ ნაწილშიც იმ ნაწილში რომ შენს ღვინოზე უნდა საუბრობდეს და თანხმედრაში უნდა იყოს ვიზუალი და ის რაც ამ ვიზუალის მიღმა არის და თანამედროვე ძალიან ბევრ შეცდომებს ხვდები ხოლმე აი ესეთ ლაფსუსებს რომ აი ვაიცვაი ქვევრის ღვინოზე თუ ხო ზუსტად აი კი გუშინაც ახლა რაღაცებს სინჯავდით და აი უკვე ეჭვი მქონდა რა ეტიკეტს უყურებდი და ეწერა white dry რა და ანუ სანამ შუქზე გავხედავდი ან დავასხავდი აი უკვე გძნობდი რომ აი ეხა აქ ემბერი დამხვდება უეჭველი ქვევრი იქნება თქო და დავასხი და ზუსტად ეგრე აღმოჩნდა რა და ანუ ძალიან ხშირი არის მაგრამ ეგეც კიდე პატარა ლაფსუსი არის რა წინაზე საუბრობდით სხვადასხვა ჩემ კოლეგებთან ერთად სომელიებთან ერთად საუბრობდით იმაზე რომ აი თუნდაც არომატების და გემოების დაწერა რა ბევრისთვის მომხმარებლისთვის შეიძლება საინტერესოა მაგრამ აბსურდი არის იმიტომ რომ ანუ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში არის აბსურდი თუ ღვინო ოდნავ მაინც გათვლილი არის დავარგებაზე
ხო ყველას გვესმის რომ ღვინო ცოცხალია ვითარდება ის არომატები რაც შენ დღეს დააწერე 2 წლის მერე ანუ ესეც მაქსიმუმ 2 წლის შემდეგ ანუ სხვა იქნება ანუ სახეცვლილი იქნება რა მინიუმში რო ეწეროს კერძზე აი ეგრე რომ აი შენ ხარ ხდება ეს არომატი ხო ანუ არ ვიცი ხო შეიძლება კი აი ლოდეხაი ამ გემოებს და მე შემოვა და რაღაცნაირად აი პროფესიული თვალსაზრისით ეგეც არასწორად მიმაჩნია და მოსაწყენი არის სხვა რო არაფერი ხო ეგეთი მაგარი თუ ხარ რომ იცი შენ ღვინოს 3 წლის მერე არომატი ეგრე ოკეი დააწერე ხო მაშინ ხელები ამწევი აბსოლუტურად რა ანუ ეხლა რაღაცებს მიხვდები დაახლოებით მაგრამ ანუ მაგასაც ხო ვერ დააწერ ხო ანუ ეს permanently გააქვს შენ ეს კონტრედიკეტი რა ინფორმაცია ქისის განმარტება ხო ანუ ეტიკეტს ეწერა რომ ზოგადად უქისიო ანუ ის კი არ ეწერა ეს ქისი კონკრეტული რასაც სინჯავდით საიდან იყო რა სოფელი იყო რა ტერუარი ან რაღაცა ინფორმაცია რა სტილით როგორ დააყენა მეღვინე არა ანუ ზოგადად ქისიო წინანდლის მიკროზონაში არის ესეო და ანუ აი მადლობა განათლებისთვის რომელსაც კიდე შევეწინააღმდეგებოდ იდეაში მაგრამ არ აქვს მაგას მნიშვნელობა ანუ რა მომცა არაფერი ხო ანუ იმ ღვინოზე არაფერი არ მითხრა ზუსტ აი ეგ კითხვას მინდოდა რომ მეკითხა შენთვის ხვდებით ეტიკეტებზე თუნდაც იმას რომ ეს არის რაღაც რეგიონიდან რაღაც სოფლიდან მაგრამ ამ ღვინოებში ტერუარის გავლენა საერთოდ არ იგრძნობა და ისგან არის გამოწვეული ეს ამბავი რატო ხდება, რატო არ უნდათ, ან შეიძლება უნდათ, მაგრამ რატო ვერ აღწევენ მეღვინეები იმას, რომ იმ კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელი თვისებები კონდეს და შინაარსი იმ ღვინოს რაც პოზიციას. შეიძლება ძალიან ბევრი არა, მაგრამ რამოდენიმე მეღვინე იყოს ძალიან დიდი ცოდნით, მაგრამ მუშაობდეს რაღაც დიდ კომპანიაში, სადაც პირობითად არ არის ეს პრიორიტეტი, რომ ჩვენ ტერუარული ღვინო გქონდეს და პირიქით აწარმოებენ ისეთ ძალიან რეგიონალურ generic რაღაცა ღვინოებს, ხო? ეს ერთი ნაწილი. აი, მაყურებელსაც რო უთხრათ, ხოდი შევეწოდე ეს ტერუარის სწორი განმარტება. ტერუარი ეს არის ერთი ნაწილი. ტერუარი არის კომპლექსური რამ. რაც შედგება ერთის კი ბატონო, ნიადაგისგან, რა ტიპის ნიადაგი გვაქვს ამა თუ იმ ტერუარზე. როგორი განლაგება აქვს ვენახს თვითონ რა მიმართულებით არის გაშა, ანუ ექსპოზიცია როგორი აქვს, გვაქვს თუ არა დახრა ამ ვენახში, საით არის ვენახი მიმართული, ზოგადი კლიმატი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შეიძლება რომ, აი მარტივი მაგალითისთვის რა, ნებისმიერ ის რო ავიღოთ რეგიონი, სულ ერთი არ დავასახელებ ხა საქართველოში არცეც, ნებისმიერ რეგიონი ავიღოთ, ერთ სოფელში უფრო მეტად ხშირად წვიმს, მეორეში უფრო ნაკლებად წვიმს. всё, უკვე განსხვავებული რაღაცა არის. ხო, ეს კლიმატის თემა. ნიადაგი ვთქვით, ექსპოზიცია ვთქვით, კლიმატი ვთქვით, მეღვინეობის ასპექტი. უშუალოდ ტრადიცია იქაური. აი მაგალითად ახლა კახურ ქვევრის ღვინოს რასაც ვეძახით, აი ეს მომენტი რომ ჩვენ ვიყენებთ სრულ ჭაჭას, მაგალითად ესეც ტერუარის ნაწილი არის, ოღონდ აქ უკვე მეღვინემ უნდა დააბალანსოს. მაგალითად ტერუარის ნაწილი არის ბორდოში კასრის გამოყენება, პირობითად ვამბობ, მაგრამ ეს კასრის გამოყენებაც უნდა იცოდეს, როგორი კასრი უნდა იყოს, რა დოზით უნდა იყოს, ახალი კასრია, ძველი კასრია, რა დონის ღვინო უნდა ჩაასხას იმ კასრში, ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს სისტემა არ არის, რომ გინდა თუ არა, ანუ 100% ჭაჭა გაუშვი, კლერტი გაუშვი და რაღაც, ანუ ესე ერთი ხელის მოსმით არ ხდება, რომ всё ტერუარზე ლაპარაკობს, არა. ანუ უნდა გესმოდეს ეს შენი ტრადიცია, როგორ უნდა გამოიყენო, იმისთვის რომ შენი ტერუარი, აი ეს დანარჩენი კლიმატი იქნება, შენი ნიადაგი იქნება, შენი ვენახის ექსპოზიცია იქნება, ეს ექსპოზიცია იქნება, როგორ გამოხატო უკეთესად, ხო? შენი მეღვინეობის სტილით ხელი რო არ შეუშალო. და მე აქ მეხუთესაც დავამატებდი, რაც არის უშუალოდ საფუარი. მიკროორგანიზმები, საფუარი იქნება, ბაქტერია იქნება, რომელიც წარმართავს მთლიანად მეღვინეობის პროცესს, იქნება ალკოჰოლური დუღილი თუ მალოლაქტიკური კონვერტაცია. აი ეს ხუთი ელემენტი ერთობლიობაში, ისე რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს, ქმნის ტერუარს. ეხლა რამდენი მეღვინე ფიქრობს აი ამ ხუთ ელემენტზე ცალკეულად ან ერთად, აი უბრალოდ ჩვენ თავს ვკითხოთ და მივხვდებით რატომ გვაქვს პრობლემა, ხო? რატომ გვაქვს პრობლემა იმაზე? აი, რახან საფუარს მივადექით. შენ უფრო ნატურალისტი ხარ თუ არა, მე ჩემ თავს უფრო ღვინისტს დავარქმევდი ამ შემთხვევაში მართლა, ანუ იმიტომ რომ
მე ვაფასებ კონვენციურ ღვინოებსაც, მე ვაფასებ ნატურალურ ღვინოებსაც, ჩემთვის უზენაესი არის ღვინის ხარისხი, ტერუარულ ღვინოს ძალიან დიდ პატივს ვცემ. აი, სიმართლე რომ გითხრათ, ბევრს ალბათ უფრო გონი ვარ კონვენციური ტიპი, მაგრამ აი ცოტა აი ისე გულწრფელი რო ვიყო, უფრო მეტად გადავიხრებოდი ნატურალიზმის მიმართულებით რეალობაში, ვიდრე კონვენციური მიმართულებით რა. აი თუნდაც კულტურული საფუარი რაც ვახსენეთ, ხო? ის რო აი კულტურული საფუარს მიყავს და ანუ აი ჩვენი ქართული ჯიში თავის თავს აღარ გავს და ვაფშე რადიკალურად სხვა რაღაცას ვიღებთ საერთოდ, ხო? ეს ჩემთვის ბევრად უფრო ცუდი რამე არის ვიდრე ის მომენტი რომ აი ღვინოს ოდნავ კონდეს მქროლავი. აი ღვინო თუ საუბრობს ჯიშზე, საუბრობს ადგილზე, მაგრამ აი ცოტა აი ოდნავ რაღაცა არის, ოდნავი ოქსიდაცია, ოდნავი მქროლავი არის. აი მაგას უფრო ვაპატიებ და უფრო მაღლა დავაყენებ ეგეთ ღვინოს, რომელიც ჯიშურობა არ აქვს დაკარგული ხასიათი და ჩემი აქმით ტერუარზე საუბრობს, ეგეთი ღვინო ბევრად მირჩევნია ღვინოს, რომელიც საკუთარ თავს არ გავს საერთოდ ქართულ ღვინოს. არ ფიქრობ, რომ ეგ საფუარი ტერუარზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ან კლავს თითქოს ტერუარის სპეციფიკას ეგრევე. კი, აი ჩემი აზრით უბრალოდ არსებობს საფურები, ანუ კულტურულ საფუარშიც არსებობს ისეთი საფურები, რომელიც უფრო მეტად სტაბილურობას გაძლევს და არ შემოაქვს შენთან რაღაც სხვა გარეშე, რაც არაფერ შუაში არ არის შენთან რა, ანუ არც რაღაც სხვა ჯიშურ ელემენტს, ან სხვა ტერუარს ან რაღაც მსგავს. არის საფურები, ყავს ეგეთი მეღვინეების, რომლებიც კარგად იციან, რომელ ჯიშთან რა საფუარი გამოიყენონ, რა თქმა უნდა, არ ვიცი, შეიძლება ბევრს დაებადოს კითხვა, ქართული საფუარი რო გქონდეს თითოეული ჯიშისთვის, თითოეული ტერუარისთვის, ეს ხო ვაფშე ძალიან მაგარი რაღაც იქნებოდა და ანუ პრაქტიკულად არ გვაქვს ეგ, ანუ გამოცდილება არ გვაქვს. არ გაკეთებულა ეგ, რომ ვიცოდეთ, ანუ აქვს თუ არა მაგას პოტენციალი ღირს თუ არა ამის გაკეთება საერთოდ რა. ძალიან დიდი ვარაუდი მაქვს, რომ ღირს, იმიტომ რომ მე რო ფიქრობ რა ღვინოები გამისინჯავს და აი ღვინოები, რომელიც თქვათ თავის კლასში საუკეთესოდ მიმაჩნ და იმიტომ რომ თქვათ ეს ღვინოები ხა ბაზარში შეიძლება აღარ იყოს, უმეტესობა იყო აი ესე ველური ცოტა აი აბსურდად მიმაჩნია ის, რომ ვიღაცა ადგეს და მაგ ხელა ფინანსები ჩადოს, რომ აი ხა საფუარი, ისეთი საფუარი, ესეთი. ცოტა აი მაგ თვალსაზრისით, როცა ფინანსებს ეხება საქმე, ყველაზე მეტად აი თითქოს ეს თავს ჩავხრით და მან ვჩერდებით, იმიტომ რომ ფინანსებს ეხება საქმე. აი მაგიტო არ წარმომიდგენია, რომ ჯერჯერობით ისე არის ჩვენ ქვეყანაში საქმე, რომ ესე ვიღაც ადგეს და მაგის ყველა დაიწყოს, იმიტომ რომ ლაბორატორიის ხარჯია, იქ უამრავი ხარჯია და თუ ეს არ მოინდომეს დიდმა მეღვინეობებმა, წარმოუდგენელია, რომ ესე უბრალოდ გლეხი, ან უბრალოდ ნატურალისტი მეღვინე, რომელიც აწარმოებს 1500 ბოთლს, გაწვდეს მაგ ყველაფერს. რა ვერ გაწვდება, ანუ ეგ მაგაზე ორი აზრი არსებობს, რომ ეგ ან უნდა იკისროს სახელმწიფომ, რასაც ანუ არიზავს და ან უნდა იკისროს დიდმა მეღვინეობებმა. მაგრამ იმ დიდი მეღვინეობების ეგეც კარგი იქნება რა, ანუ ვინმე დიდი მეღვინეობა თუ თუნდაც საკუთარი თავისთვის მაგას გააკეთებს, ხო, ანუ სხვასაც რო არ გაუზიაროს და ანუ აი არაფერი, ხო, ანუ ეგეც საქმე იქნება. ანუ ერთი ეგზემპლარი მაინც გვექნება, რომ აი რაღაცა შედეგი დაიდო მაგ მიმართულებით რა. იმიტომ რომ ფინანსებთან არის დაკავშირებული. სიმართლე გითხრა, ანუ ეს სიღრმეში მაგ ეგ საკითხი ანუ არ გამომიკვლევია რამდენად რთული არის, მაგრამ ანუ ხვდები რომ საკმაოდ რთული პროცესი არის, ხანგრძლივი, ფინანსებსაც მოითხოვს, მაგრამ ანუ როცა ფინანსები არის და ნება არის ამისი, ანუ არანაირი პრობლემას ეგ არ წარმოადგენს, იმიტომ რომ გვაქვს ფაქტად რომ ანუ არის მეღვინეობები მთელს ევროპაში, სადაც აქვთ ეგ დანერგილი აქვს საკუთარი ეხა წელსაც ორ მსოფლიო დონის გამოფენაზე მივიღე მონაწილეობა, სხვადასხვა ქვეყნის რეგიონის მეღვინეობებს ველაპარაკებოდი და ნუ არ ვიცი
რაღაცა 20% მაინც იმ მეღვინებებიდან მეუბნები რომ კი აი ჩვენი საფუარი გვაქვს რა ჩვენი ვენახიდან გამოყვანილი. მაგასაც მნიშვნელობა აქვს რა. ეხლა მე რო გავაკეთო რაღაც ჩემი ვენახიდან გამოვიყვანო შტამი შეიძლება რომ შენ ეგარ გამოგადგეს მაინც რა ანუ შენ სტილზე ასე შემდეგ ანუ მაინც განსხვავებული იქნება მაგრამ სულ ცოტა ქართული მაინც იქნება რა ანუ რაღაცა ოდნავ უფრო ახლოს მივალთ რაღაცა ავთენტურობასთან თუ შეიძლება რომ ამას დავარქვათ ავთენტურობა სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალთ თუ სურვილი გაქვთ რომ დაგვასპონსოროთ შეგიძლია შეგვეხმიანოთ ჩვენ გვაქვს სურვილი რომ დაგვასპონსოროთ მგონია რომ ძალიან საინტერესო რაღაც საკეთებთ რა ანუ ყოველთვის მქონდა გულსხმობად რომ გითხრათ რომ აი მეც მქონდა ჩემი პოდკასტი რა და სულ მივესალმები ხოლმე იმას რომ ანუ ღვინოზე ვისაუბროთ რა განსაკუთრებით პრობლემებზე საქართველოში იმდენი პრობლემა გვაქვს რომ ანუ რო საუბრობთ იმაზე რომ პრობლემა არის იმდენი პრობლემაა რომ უკვე დემოტივატორად მოქმედებს ეგ პრობლემები რომ საერთოდ ვისაუბროთ კიდევაც მაგაზე რა იმიტომ რომ რაღაცნაირად შედეგები მე იმ საუბარს ნაკლებად მოყვება ხოლმე მაგრამ გონია რომ პირველი ნაბიჯია რაღაც აღიარების მომენტი არის იმიტომ რომ ჯერ კიდე არის ეს რაღაცა აი ჭრიჭინი იმის შესახებ რომ აი ეს პრობლემა არის აი ამაზე იყო რაღაცა პერიოდი როცა იმაზე საუბარი ტეხავდა რომ ჩვენ არა რასამ ქართული ღვინო ყველაზე მაგარი და რაღაცა ხო აი ცოტა მგონია რომ ოდნავ ეგ თემა აი მოტეხეთ ხო ვერ ვიტყვი ხმალგანი ნათქვამი იქნება მაგრამ მგონია რომ ოდნავ შევცვალე წარმოდგენა ხალხის რომ იცი რა ნუ ესე ყველაფერი რაღაცა პეპლები და პარპაში და მაგრები ვარ და რაღაცა ყველას ეს ილუზია აღარ აქვს უკვე გონებაში ერთი ეგ მეორე კიდე ის ნაწილი რომ რაღაც ილუზიები გქონდა ქვევრზე აუ ქვევრი და ნემელა იმდენი მეღვინე დაზიანდა რომ ანუ უკვე აღარ ტეხავს იმაზე რომ ქვევრის პრობლემაზე ვისაუბროთ და ცოტა უფრო ღიად ვსაუბრობთ იმაზე რომ კი ანუ ქვევრის ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს და ანუ საქართველოში ქვევრის და ღვინის სამშობლოში მეღვინეები უცხოეთიდან ყიდულობენ ქვევრებს ანუ უცხოეთში სხვა ქვეყნებში მიხვდნენ რომ ჩვენთან იმდენად ცუდი ქვევრები მზადდებოდა რომ უნდა ქვევრები დაემზადებინათ ზუსტად ჩვენებური ფორმით ჩვენებური მიმართულებით პროსტა იმათ ალბათ უკეთესი ცოდნა აქვთ თიხას როგორ უნდა ემუშაონ როგორ უნდა გააკეთონ ისეთი ქვევრი რომელიც არ ჩამოიშლება და აი ამ პრობლემებზე სანამ ჩვენ არ საუბრობთ და ეხავს პრობლემაზე საუბარი იქამდე ეს პრობლემა არსად არ წავა და ეს საუბარი რომელიც დღეს შეიძლება რომ უაზროდ და კაი რა მოგცა მაგ საუბარმა და შედეგი არ გამოიღო კი მესმის რომ ანუ შედეგს დღეს და ხვალ ვერ დავინახოთ მაგრამ ჩვენ თუ ანუ ყველამ ერთად არ ვაღიარეთ რომ პრობლემა გვაქვს და ეს რა თქმა უნდა სექტორია და დიდი სფერო არის საშველი რთულად წარმოსადგენია თან მგონია რომ იმ მაყურებლისთვის ვისთვისაც ღვინო არ არის რაღაც პროფესია, მათთვისაც საინტერესოა, იმიტომ რომ არც მე არ ვარ პროფესიონალი ღვინოში, მე ვარ მოყვარული ღვინის და ისეთივე კითხვები მიჩნდება, როგორიც თქვენ. ამიტომ შეგიძლიათ გაგვიღიმოთ, დაგვასპონსოროთ, ჩვენს გაგიღიმოთ და გაკეთებთ რეკლამას. კაი სერან ქვევრზე რო თქვი რა. ეგ გქონია ცოტა ჩვენი ტრების კაგრას საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის, იმიტომ ყველას უნდა გამხდარიყო აკადემიკოსი. და ყველა იყო ვითომ აკადემიკოსი და ამასობაში ის პროფესიები რაც ტრადიციულად მოდიოდა საქართველოში, ის ქვევრის დამზადება, რკინაზე მუშაობა, ქრება. კი, აბსოლუტურად. ის ცოდნა იკარგება, თუ დაკარგული არ არის უკვე. აი მარტივი მაგალითი შემიძლია მაგაზე მოვიყვანო და არ ვიცი აი თუ ვინმე ამაში რამე ფორმით არ დამეთანხმება შემეკამათება მე გამიხარდება პირიქით აი მარტივი მაგალითი უბრალოდ დაკვირვება რა ჩვენ იმერეთში თუ მოგზაურობთ და მე მოგზაურობ ხოლმე იქედან კოლევით ასე ვთქვათ რაღაცა ასე ვთქვათ ვცდილობ ხოლმე რაღაცა ვისწავლო რა ახალი გავიგო იმერეთში როცა ჩავდივარ ხოლმე ძალიან ბევრ მარანს თქვათ რაღაც პაპის, ბაბუის და ასე შემდეგ, ანუ შემოტოვებული ძველი ქვევრები აქვთ ხოლმე. შეიძლება იყენებენ, ან ვეღარ იყენებენ, რაღაც გატეხილი ქვევრი შეიძლება ეზოში დაინახო. ერთ ძალიან მარტივ რაღაცას დააკვირდებით რა. ანუ ძველი იმერული ქვევრები, ჭურები იყო აი ესეთი სიმცხლე დაახლოებით. დღევანდელობაში მე და ძალიან გამაოცებს ვინმე თუ სადმე კომენტარებში დაწერთ ან მე მომწერთ პირადში, ვინ აწარმოებს დღეს აი ესეთ თხელ ქვევრებს, რომელსაც იდეალურად იყენებდნენ და 50-100 წელი ვიღაცები ხმარობდნენ ამ ქვევრებს. ისე რომ პრობლემა
დიდი ალბათობით არ ქონიათ, იმიტომ რომ დღემდე არის შემორჩენილი ესეთ ქვევრები, ესეთი თხელები, რომელსაც იყენებდნენ. ვიღაცამ შეიძლება ამოღება გადაწყვიტა, იქ აყენებდა ღვინოს, მე ამოღება გადაწყვიტა, რომ არ უნდა გააფართოვოს ან რაღაცა გატყდა და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თხელი დამახასიათებელი ჭურისთვის სიმსხვა ამ ქვევრის ჰქონდა და დღეს მსგავს ვერაფერს ვერ ვიპოვით ბაზარზე. ვერავინ ვერ დაგვიმზადებს ნიადაგთან. ხო, ანუ ქვევრებს ეხლა რო უყურებთ, მარტო კახეთში კი არა, აი ესეთი სქელი კედელი აქვს იმისთვის, რომ ნუ რაღაცას გაუძლოს და ასე შემდეგ, მაგრამ აი იმ ქვევრებში, ანუ ცოტა გავასწრებ კიდევაც შეთავს, რომ ვიტყვი, რომ იმ ქვევრებში, აი ამ სისხლში, ანუ ეს თბოცვა რაც იდეაში მთელი იდეა არის, რომ ანუ ნიადაგში ჩავდოთ, რომ ცივმა ნიადაგმა გააციოს და ტემპერატურა დაგვიწევს და ასე შემდეგ, ანუ აბსოლუტურად ვხარშავთ იმას, რა ქვია, კომპოტს და არა ღვინოს ვაყენებთ, იმიტომ რომ დუღილის ტემპერატურა გარბის სადღაც. ეხლა აი ამ სისქე იმაში, რა ქვია, თიხაში რომ შენ თბოცვა გქონდეს, ნუ მით უმეტეს, როდესაც არც კი ვიცით რა ტემპერატურაზე ვწავთ ქვევრებს რა. ანუ ფაქტია, რომ რაღაც სოდნა იყო, რომელიც დაიკარგა. ასე რომ ანუ აი მაგ ამბავში აბსოლუტურად. ან შეიძლება რომ ექვემდებარება აღდგენას, მაგრამ ამისთვის სურვილი და мотиваცია არის აუცილებელი. სოდნა პირველ რიგში. ანუ მაგიტო ვამბობ, რომ ანუ არ მეგულება დღეს მექვევრე, ვინც აი ესეთი ან გვითხრან რატო იყო ცუდი, რატო აღარ ვაკეთებთ ეგეთ ქვევრებს რა, იმიტომ რომ რაღაცა ან ჩემთვის ლოგიკა არსებობს იმაში, რომ თხელი კედელი უკეთესი არის მეღვინეობისთვის, ანუ ტემპერატურას უფრო მარტივად დაკარგავს მადუღარი ტკბილი და უფრო მარტივად გაცვლის ტემპერატურას ცივ ნიადაგთან და უფრო ლოგიკურად შეასრულებს და მარტივად შეასრულებს იმ ფუნქციას, რომ ქვევრი გვაქვს ნიადაგში და არა ნიადაგის ზემოთ, ხო? კი, აბსოლუტურად გეთანხმებით. ეხლა კითხვა არის ეგეთი, რომ სახელმწიფო რამდენად ასაპორტებს, არასაპორტებს, ეხმარება მეღვინეობებს, გლეხებს. ნუ რა როლს თამაშობს სახელმწიფოს მარწუხები თუ პირიქით არამარწუხები იმაში, რომ ღვინო იყოს ხარისხიანი და კარგი. ზოგადად, როცა რაღაც კრიტიკაზე მიდგება ხოლმე საკითხი რა, ანუ სულ ფიქრობ ხოლმე რა, ის სწორი როგორ არის რა, ну აი ჩემთვის ფიქრობ ხოლმე რა, იგივე ეს იქნება რაღაცა სახელმწიფოს ქმედების დაგმობა, ну ღვინის სფეროში მაქვს საუბარი, ეს იქნება რაღაცა მეღვინის ნამუშევრის გაკრიტიკება, აი რამდენად ესე თქვათ რბილი უნდა იყოს ჩემი რიტორიკა, უნდა შევარბილო უფრო მეტად რაღაცა აი ეს მეგობრული და აი რაღაცა აი მოდი ესე ხო არ ჯობია და აი რაღაცა ლივლივი ჭირდება ამ ყველაფერს თუ პირიქით უფრო ჯობია რომ ხისტი ვიყო და რაღაცა ნუ პირდაპირ თქვა რაც არის სათქმელი და რაც მოხდება მოხდეს და ასე შემდეგ რა და აი სახელმწიფოსთან მიმართებაში როდესაც მაგაზე ვფიქრობ რა ანუ აი ადამიანები რაღაცა ასე თქვათ უფრო შეიძლება რომ ერთმანეთს მიმართეს რაღაცა ცოტა სხვანაირად მივახვედროთ ადამიანი რა რომ აიცი რა ეს შეცდომა არის და ესე უნდა გაკეთდეს მაგრამ როდესაც სახელმწიფოს აქვს ასე ვთქვათ ინსტიტუტი იმისი რომ ინსტიტუტი რომელიც წესი და რიგით ზრუნავს ქართული ღვინის ხარისხის განვითარებაზე მანდ მგონია რომ ცოტა უფრო მეტი სიხისტე მეც მომეთხოვება და მეტი მოთხოვნები შეიძლება რომ გქონდეს ღვინის ეროვნულ სააგენტოს. აბსოლუტურად. ხო, ღვინის ეროვნულ სააგენტოზე მაქვს საუბარი. ეხლა აი დღეს მაგალითად პატარა თემას გადავხო, ეს ღვინო წამოვიღე. დღეს რო ვიცი რომ ტრადიცია გაქვთ, რომ ყველა სტუმარს მოაქვს რაღაც ღვინო. ეს არის რაჭული ღვინო, ამბრა. მეღვინეობიდან ეს წამოვიღე სპეციალურად, იმიტომ რომ რამოდენიმე დღის წინ იგივე ღვინის ეროვნულ სააგენტომ შექმნა ესეთი ადგილწარმოშობის დასახელება რაჭა. და ეს აი მართლა კაია რომ გეცინებათ, იმიტომ რომ მეც მინდა რომ მეცინებოდეს სიდიაში, მაგრამ ანუ აღარ მეცინება რა მართლა, ანუ სასაცილოც აღარ არის ეს რა. ხო, როცა რა აი რატო ვახსენე რომ უფრო მეტი სიმკაცრე შეიძლება და მომეთხოვება კიდევაც მეთქი რა, იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია დაწესებულება ხო არის მიმართული კონკრეტულად, ანუ მისია არის ის, რომ ხარისხი წინ წამოვიდეს. ამისი ასე ვთქვათ, წახალისება მოხდეს, რომ უკეთესი ხარისხი ვაწარმოოთ რა. რა არ ახალისებს ხარისხს? უაზრო, მომიტევეთ დებილური უინტელექტო და უაზრო ადგილწარმოშობების დარეგისტრირება. ერთი ვინმე გამოვიდეს თქვას, რითი წავახალისეთ ჩვენ ხარისხი, როდესაც შევქმენით
ადგილწარმოშობის ახლა ამ ღვინოზე არ მაქვს საუბარი, ეს ნამდვილად ამას რაჭა არ აწერია, მადლობა ღმერთს. რითი წავახალისეთ ხარისხი, როდესაც შევქმნით რეგიონალური ღვინო რაჭა, ლეჩხუმი, კახეთი. აი რაღაცა 8 ნომრისკენ მივდივარ და რაღაცა ეს საბჭოთა უაზრობისკენ რა. საბჭოთა კავშირში უფრო მეტი ცოდნა იყო ტერუარზე, უბრალოდ ეს თვითონ სიტყვა არ იყო და უფრო იყო რაღაცა კვლევების თემა რო აი ნიადაგი და რაღაცა. დრო სად რა იყო პოლნისში რო ჩახვიდეთ, მარნებში შეხვდებით რუკას, სადაც ნიადაგებით არის დაყოფილი სოფლები. და ანუ ესე იგი ანუ ხვდები რომ მოიცა ტიპები ნიადაგებს სწავლობდნენ, რუკაზე არის დატანილი სად რა ტიპის ნიადაგი აქვს, რომ აი რამე არ ვიცი რაში იყენებდნენ ხა ისინი კარგად მაგ ყველაფერს ვერ იყენებდნენ, მაგრამ რაღაცა აქვს დატოვებული, ხვდები რომ აი საშენო დრო შეგიძლია გამოიყენო. უი რა უნდა ვქნა თურმე რომ ეხა მე ხო უკეთესი განზრახვა მაქვს ვიდრე საბჭოთა კავშირს ჰქონდა. ეხა მოდი ცოტა სწორედ წავიყვანო ეს რა. იმის ნაცვლად რა მაგაზე ვსაუბრობთ ხოლმე სულ. ღვინის ხალხი რო ვიკრიბებით, მეგობრული შეკრება იქნება, ოფიციალური შეკრება იქნება, საუბარი მიდის იმაზე, რომ ტერუარული ეს მიკროზონები გჭირდება, რეალურად მიკროზონები, ის კი არა რომ წინანდალი, ანუ აი წინანდლიდან ლამის აღქმეტამდე რო გრძელდება, ეგ კი არა. 7000 სოფელს რომ მოიცავს და ეხა რო საერთოდ რეგიონალური ადგილწარმოშობა გვაქვს, რომელიც არაფერს არ ეუნება არა მარტო ქართულ ადამიანს და ვინმეს არც უცხოელ მომხმარებელს. საუბარი გვაქვს ხოლმე იმაზე, რომ აი ყველაზე ერთ-ერთი კიდე გავრცელებული მუკუზანი. აი მუკუზნის დაყოფა აი როგორ მინიმუმის მინიმუმად არის სამ ნაწილად აუცილებელი. სოფლებს რო ეს თავი დავანებოთ, ის ნაწილი რომ გზის ზედამხარე რო რადიკალურად განსხვავებული ტერუარი არის, ექსპოზიციითაც, ნიადაგითაც, ლამის კლიმატითაც, იმიტომ რომ აი გზის პირა ნაწილი სხვანაირი არის, გზის ქვედა ნაწილი კიდევ რადიკალურად განსხვავებული არის, ცხელი არის უფრო მეტად, ჩავარდნილი არის, ფაქტიურად კლიმატი განსხვავდება უკვე, ხო? ანუ აი გზის ზედამხარე, გზის პირა და გზის ქვედა რადიკალურად სხვადასხვა არის, ხო? მარტო, ანუ აი ერთი პატარა ნაბიჯი რო გადადგა მაგ ანუ სწორი მიმართულებით, ეხა ერთი მაგალითი მომყავს ეგ მუკუზნის, სულ ცოტა სამ ნაწილად შეიძლება დაყოფა. მერე ამ ყველაფრის სოფლებად დაყოფა შეიძლება. არის ანუ მეღვინეობები, ვინც უკვე აკეთებენ ესეთ რაღაცას, რომ ცდილობენ რომ მართლა ტერუარული ღვინოების შექმნა და რაღაცებს აი ცოტათი ზედაპირულად მაინც ახდენენ თავის ვენახების დაყოფას, რომ იცი რა ეს აი რაღაც ვაჩნაძიანია, ეს ვაჩნაძიანის აი ეს რაღაცა ნაწილი არის, ასე შემდეგ რაღაცას ცდილობენ. და ამ დროს სახელმწიფო პირიქით უკან ვიაროთ და გავზარდოთ ეს რაოდენობა, რომ დავაკმაყოფილოთ რა უხარისხო ღვინის წარმოება და იმის ნაცვლად რომ ხარისხზე გავაკეთოთ აქცენტი, რაც ავტომატურად ხარისხიან ყურძენზე მოგცემს უფრო გაზრდილ მოთხოვნას, რაც შესაბამისად იმოქმედებს ყურძნის ფასზე და გლეხს უფრო უკეთესი შემოსავალი ექნება მაქედან, არა, საით მივდივართ, ისე რაოდენობა, მოდი რაღაც აი ამ მიწას დავარქვათ, რომ ეს ძალიან მაგარია, რამე სისულელე მოვიფიქროთ, ავტომატურად გავაძვიროთ ხელოვნურად ამაზე ფასი და აქ გლეხმაც მოიყვანოს, იმაზე რა ქვია, ჰექტარზე 10-15 ტონა და მაგით იშოვოს ფული. და არა იმითი, რომ ისი რა ჰექტარზე მე 6 მაქვს. აი კონკრეტულად ეს ტერიტორია, ეს ტერუარი არის. და ეს ფასობდეს და ეს ღირდეს 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი. და შესაბამისად ის ღვინოც უფრო მეტად ძვირი იქნება, იმიტომ რომ ხარისხი იქნება. ხარისხი თუ არ გაქვს, არანაირი ფასეულობა არ გექნება. ეს ამბობ დიდ მეღვინეებს და დიდ კომპანიებს აწყობთ, რომ ეს მარტივად რაღაც რეგიონის სახელი, იმიტომ რომ არა, აი საერთოდ ვერანაირ გამოყენებას ვერ ვხედავ, აი რა უპირატესობა შეიძლება რომ კონდეს იმას, რომ რაღაცა ეს მიკროზონა რაჭას შედის. არა, ეს არის ილუზიური ფასის გაზრდა, ხელოვნური ფასის გაზრდა ყურძენზე, რომელსაც მაინც დაეცემა ადრე თუ გვიან ფასი, იმიტომ რომ ხარისხი არ იქნება. ეს 20 თეთრით უფრო ძვირი გახდა, მოდი კიდე უფრო გავჭიმოთ და უფრო მეტი მოვიყვანოთ. ანუ გლეხს თუ შენ мотиваციას არ აძლევ ფასით. ეს ფასი უნდა გამოწვეული იყოს ხარისხიდან გამომდინარე. შესაბამისად, პირველ რიგში ხარისხის პრომოუშენი უნდა გააკეთო და არა ის რომ რა ვიცი პატარა მეღვინეობების დიდი უპირატესობა ის არის რომ ჩემი დაკვირვებით არ ვიცი რა იმედი არავის არ ვაწყენებ, მაგრამ თუ აწყენებ მაგაზეც არა უშავს
იმიტომ რომ მივეჩვიე რომ ხალხს რაღაცები წყინს, მაგრამ თუ არაფერს არ აკეთებ, არც არავის არაფერს არ აწყინებ და არც არავის არაფერს არ არგებ, ამიტომ მირჩენია რომ რაღაცა ვქნა. ჩემი აზრით პატარა მეღვინეობებში, აი ნატურალისტებში რა, ის თვითონ ნატურალისტები ბევრად უკეთესი მევენახეები არიან, ვიდრე მეღვინეები. რაღაც მომენტში. და მგონია რომ ანუ ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგი ნედლეული აქვთ. და მეორეს მხრივ დიდ საწარმოებში, მეღვინეობებში პირიქით არის. აქვთ ძალიან კარგი ცოდნა, იდეალურ სისუფთავეს იცავენ, ასე შემდეგ, ანუ პროცესი შეიძლება ძალიან კარგად მიდიოდეს, ფინანსური შესაძლებლობაც აქვთ, მაგრამ ნუ აი ჯერჯერობით ბაზარზე არ ჩანს აი ძალიან კარგი ნედლეულის მქონე მეღვინე, ნუ აი ახალგაზრდა არის. რეალურად უნდა გავიაზროთ, რომ დიდი ხანი არ არის და ვაღიაროთ, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენ ხარისხიანი ღვინოზე საერთოდ საუბარი დავიწყეთ. საერთოდ საუბარი, იმაზე აღარ მაქვს საუბარი, როდის დავიწყეთ რეალურად მაგითკენ რამე ნაბიჯის გადადგმა. და ისიც უნდა გვესმოდეს, რომ იმ მომენტიდან, როდესაც შენ გადაწყვეტ, რომ ხარისხიანი ღვინო აწარმო, შენ დრო გჭირდება, რომ ოკეი, ეხლა მე ხარისხიანი ღვინო უნდა ვაწარმო, ეხლა ჩემი ვენახი, რომელსაც ყოველ წელს 12 ტონას ვასმევინებდი, ეხლა უნდა ჩამოვიყვანო დაბლა. ამას დრო ჭირდება რა, ანუ ის რომ რეაბილიტირდეს შენი ვაზი და რაღაც ხარისხი მოგცეს რა, ასე მე გადავწყვიტე და ხარისხი მივიღე, ესე არ ხდება რა, ანუ 1 და 2 წელი მაგას არ ეყოფა. ის ახალი გაშენებული ვაზებიც რეალურად არის გაშენებული მაინც მგონია რომ ცოტა ზედაპირული ცოდნით, რომ აი აქ ზოგადად იყო საფერავი, აქ ზოგადად იყო რაღაც ალექსანდროული. ის რატო იყო, აი ეს კითხვებს რო ვსვამ, რომ მოგზაურობ ხოლმე საქართველოში, ბევრ კითხვას რო ვსვათ, ბევრ ესეთ კითხვაზე რატომ არის ეს ჯიში აქ? პასუხი არის, ესე იყო. ეს ზოგადად ეს ადგილი ამითი არის ცნობილი. ვინ გახადა ცნობილი, რატო, აი ის რაღაცა კორელაცია ნიადაგს, ექსპოზიციასა და იმ ჯიშ შორის ვერ ვიკითხეთ ამას. არ არის ისე. ოკეი. თან მაინტერესებს რა არის, ცოტა მოგვიტევი. კი ბატონო, ეს არის როგორც უკვე ვახსენე, მეღვინეობა ამბრა და აი ზუსტად ეს რაჭის თემა რო ძალიან გულში მომხვდა რამოდენიმე დღის წინ, ეს რო დავინახე, ეგრევე თემა გამახსენა რა. არის 2022 წლის მოსავალი, გვაქვს აქ 4 ჯიში, ეს არის ალექსანდროული, უჯრედული, რაჭულის საფერავი და ძელშავი. არის ქვევში დაგენებული. ნახოთ. თითქოს სხეული არ აქვს. სადღაც სხეული. ჩვენც გეტყვით ხო? თაგისად. ულა არ ვავარდებდი ამ ღვინოს. კიდე შეუძლია და ჭირდება კიდევაც დავარგებო. ზაურია, ხო? როგორც? კი. შვენიერი არომატების. რა არის? სან. ზია. მეღვინეობა ამბრა. ეს არის ბუგეული, თუ სწორედ მომბობ, არ მახსოვს. ბუგეული, ხო, მისა სოფელი ბუგეული. ხო, მე ბუგეული. ოდნავი თითქოს ოდნავი გაზი აქვს. ესე ჩეგზნა მქონდა რა. გაზი რა, ნუ CO2. ოდნავ. მაგრამ არა, ღვინო აბსოლუტურად შრალი არის. ცხვირი ცოტა უფრო მეტად ექსპრესიული რო იყოს, კიდევ უკეთესი იქნებოდა რა. ღვინო ზედმეტად ახალგაზრდა არის, ჯერ კიდევ აი ძალიან ხტის პალეტზე და ეს ბოთლი რო ასე ვთქვათ ჩავაწვინე სადღაც 1 წლის წინ, განზრახვაც ეგ იყო, რომ ანუ მეთქი აი ხა პროსტ მაინტერესებდა რა მდგომარეობაში იქნებოდა და აშკარად ანუ კიდე 1-2 წელი თავისუფლად შემიძლია რომ დანარჩენი დავაწვინო და დავავარგო. კაბინეტი. ამი, გამონაჩს.
ესეთი თემა წამოვწერეთ წინა გადაცემაში, რომ ახალგაზრდა თაობაში ღვინის სმა ძალიან შემცირებული. ისედაც ვიცით, რომ ეგრე არის. მაგრამ თუ ღვინის სმა შეხვედრთ როგორც კულტურას და არა ყანწებით, ეგეც კულტურის ნაწილია, მაგრამ არა ყანწებით 20 ლიტრის დალევას ერთ ადამიანს. როგორ შეიძლება და რა გზას ხედავ, რომ გავზარდოთ პოპულარიზაცია, იმიტომ რომ მე რასაც ვაკვირდები ჩვენ თავს, ცოტა ტრამვა აქვს. რომ ამ რაოდენობით ღვინოს სვამდნენ ჩვენი. კი, მესმის კარგად. ბიძები, მამები და ასე შემდეგ. კი, არა, ხო. ტრავმა იცოცხლე, ნამდვილად დარწმუნებული ბევრი ჩვენი თაობის ადამიანს შეიძლება რომ კონდეს მაგ თვალსაზრისით. ისიც კარგად ვიცით ხოლმე რომ ზოგადად რა მოყვებოდა ხოლმე მაგას და ანუ რაღაცა კეთილდღეობა და იუმორი და ის სიცილკისკისი ცოტა ნაკლებად ხოლმე. ხო, ვიცით ახლა უაზრო მოხმარებას ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის კარგი არაფერი არ მოყვება. ჩემი აზრით თვითონ ღვინო რა როგორც სფერო არის ცოტა არ იყოს ესეთი აი ჩაკეტილივით რა. ერთის მხრივ მე რამდენადაც არ უნდა მივაწვი იმას რომ აი ძალიან მაგარი ხარისხი და რაღაც ანუ რა თქმა უნდა მივაწვეთ მაგას, მაგრამ მეორეს მხრივ ადამიანებისთვის ვინც ამ სფეროში არ არიან ღვინო უნდა გავხადოთ ძალიან მარტივი, ძალიან მისაღები. ამას სჭირდება რაღაცა თანამედროვე მიდგომებიც ის რომ თუნდაც აი სწორი პროდუქტი შევარჩიოთ, სწორ ფასად გქონდეს, სწორი ბრენდინგი გავაკეთოთ, ისევ ბრენდინგის თემას რო დაუბრუნდეთ და სწორად მოვახდინოთ ჩვენი პროდუქტის კომუნიკაცია და არ დავამძიმოთ ადამიანი ამ რაღაცა აი მძიმე ასე ვთქვათ ძალიან სპეციფიური ცოდნით, რაც სიმართლე ვთქვათ დღეს ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ. ხო? გონია რომ ღვინო უნდა იყოს ძალიან მეგობრული დამწყებებისთვის რა, ძალიან მარტივი და არ უნდა იყოს რაღაცა. ანუ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს ღვინის შეკვეთა თუნდაც რესტორანში რა. ხო, ანუ ღვინის მოთხოვნა, იმიტომ რომ არ იცის ხალხმა რა მოწონს რა და იქ არ ტეხავს რა. ღვინო ჩვენთვის ძალიან ბევრი წლების მანძილზე იყო აი ეს რა, სუფრაზე რაღაცა მოიტანეს, მე რაღაცა ჩაის ჭიქაში დაგვისხეს და მივირთვით ხო, ანუ აი ბავშვებიდან მაგის მეტი არაფერი არ გახსოვს. საერთოდ არ ვიცით რა ხდება რა ღვინის სამყაროში და გონია რომ ძალიან ზედმეტად ჩაკეტილი არის და არის ხოლმე რაღაცა კონტენტი ასე ვთქვათ, რითიც ვცდილობ ხოლმე რომ ცოტა უფრო გავამარტივო ეგ რა. ვეძებ ხოლმე რაღაც აი კატეგორიაში მარტივი, რომ აი ადამიანმა, ვთქვათ, ჩემი რეკომენდაციით ცოტა უფრო მეტი თავდაჯერებულობა ქონდეს, რომ ის რაღაც რო წავა, აი მოითხოვოს ეს რა. აი 8000-ში შევიდა პირობითად ღვინის შესარჩევად და ანუ ეს პროცესი არ იყოს მისთვის დამთრგუნველი, იმიტომ რომ ჩემთვისაც კი არის დამთრგუნველი. მართლა. ჩვენთვის უფრო იმდენად რთული არის ღვინის შერჩევა. თან ხო მე ხა უფრო მეტი მოთხოვნილება მაქვს რომ აი რაღაც კონკრეტულ ფასში უნდა გამიმართლოს და რაღაცა ანუ აი 30 ლარს რო გადავიხდი 30 ლარის ანუ უფრო მეტის ველი უნდა მომცეს და სიამოვნება მომანიჭოს ძალიან რთული არის. არის შინია ჩემი სომელიეებს რომ მიდიხარ და რჩევა რომ სხვათა შორის უფრო პირველი ფრაზა არის ხოლმე სადმე თუ მივდივარ ახლა ნუ ჩემი კოლეგები რა თქმა უნდა თამამად მირჩევენ იმიტომ რომ თავდაჯერებულები არიან მაგრამ დანარჩენი უკვე ნაწილი ვინც თქვათ ესე არ არის თავდაჯერებული უკვე რესტორანში ან ბარში არ უკვე მეუნებიან რომ აი თქვენ ვერ გირჩევთ რა ანუ აი უფრო მე მომანდობენ ხოლმე მაგ არჩევანს რომ მე თვითონ გავაკეთო არჩევანი იმიტომ რომ ვფიქრობენ რომ მე უფრო უკეთ ვიცი რა მინდა მაგრამ ანუ რა თქმა უნდა ჩემთვისაც არის ღვინოები რომელსაც მე არ ვიცნობ იმ დღესაც გავსინჯი რაღაც ღვინო ღირდა 35 ლარი და ვერ ვიტყვი ანუ ცუდი კი არის უბრალოდ აი ნოლის სიამოვნება აი საერთოდ რა ანუ მეუღლესთან ერთად მივედი ერთ ადგილზე ღვინო ავიღეთ რაღაცა გაგებული მქონდა მე ღვინოებაზე ვიღაცამ შეაქო და არ მქონდა გასინჯული მაინტერესებს და აი სახე როგორც მაგ ხალხი აი ეგეთი არაფერი ანუ ვერ დავლიე დავასხით თითო ჭიქა და აი ესე როგორც თქვა ხა აი ჭიქაში აი ესე დავტოვეთ ბოთლი ხელუხლებელი ნუ აი პროსტა ვერ დავლიე რა აი ღვინო ცოტა ხანში აღარ იქნება მაგას ხო ამდებით შეიძლება არ გქონდეს მაგრამ ხო ძალიან რთული არის და მგონია რომ იმისთვის რომ ახალგაზრდებმა უფრო მარტივად შემოაბიჯონ ჩვენ სფეროში და დაინტერესდნენ ღვინით მაქსიმალურად accessible ანუ აი მარტივად ახსაქმელი უნდა გავხადოთ მათთვის ღვინო რა. ნუ ამ მიმართულებით აი გულახდილად ვიტყვი რომ ბევრად უფრო მეტის გაკეთება შემიძლია და ეხლა ძალიან სერიოზული გეგმები მაქვს მაგ მიმართულებით რომ აი მინდა რომ
სანამ რაღაცის შორს გავიჭრები და ნუ ისედაც გაჭრილი ვარ რაღაც მხრივ რომ აი ხარისხი და ის და შემდეგ და უშუალოდ მეღვინეებთან კომუნიკაცია, თქვათ რაღაცა მსჯელობები და მთელი ამბები უფრო მეტი ყურადღება კიდე მინდა რომ დაუთმო ახალი მომხმარებლების შემოდინებას, იმიტომ რომ ჩვენ სადღაც შეიძლება გავიქცეთ 10 წელში უკან მოვიხედოთ და მივხვდეთ რომ ისევ ჩვენ ვართ და არავინ ახალი არ შემოსულა სფეროში რა. ეგ ძალიან სამწუხარო რეალობაა რა. იმიტომ რომ კი რაღაც მაგას საქართველოს ვინას რო გატრენდეს. და მან დარის ზუსტად როლი აი ეს კონვენციური რაღაც მარტივად გასაგები ღვინოების, იმიტომ რომ იაფია მარტივი გასაგები არის და მაგ როლს კარგად შეასრულებს. ვიდრე მეორეს შემოიტყუებ აბსოლუტურად რა. იმიტომ რომ ეხა 40 და 50 ლარიანი ნატურალური ღვინოებით ვინმე შემოტყუება, ნუ არც ისე მარტივი დავალებაა რა. კი არის კატეგორია ვისაც გადახდის უნარიც აქვს და აი ეს რაღაცა ტრენდი რო აი natural და bio არის და რაღაცა და ნაკლები ჩარევა და ბუნება და რაღაცა ვეგანურია და ასე შემდეგ ეგ მიმართულება შეიძლება არის, მაგრამ ძალიან ნიშური არის რა. ცოტა მასიურად რო ხალხი შემოვიტყუოთ, კარგი გაგებით, იმიტომ რომ კაი ადგილას გეძახით. აბსოლუტურად. კარგ სფეროში გეძახით. ანუ აი ისეთ სფეროზე რო წარმოიდგინე რა, ანუ საათობით შეგვიძლია ამ თემებზე ვისაუბროთ და დრო ისე გაგვიპარება რომ ამ თემას არ შევსვლით რა, ანუ სულ ღვინოზე ვილაპარაკებთ, რა იმდენად საინტერესო არის. და თქვენთვისაც შეიძლება რომ საინტერესო იყოს რა. თან მით უმეტეს აი ღვინოზე მაგარი შეპარება სიმთვრალეს და აი ეს მოხმარება და ეს სტრუქტურა არის, ანუ აი ეგეთი მაგარი კულტურა, ანუ არც ერთ სასმელს არ აქვს რა. და ეგეთი სიამოვნება, როცა იცი ზუსტად რა მოგწონს რა და მაგ მიმართულებით ჩემ თავს სულ საყვედურო უფრო მეტი უნდა გავაკეთო და აუცილებლად გავაკეთებ რა, რომ უფრო მეტი ახალი ადამიანი შემოვიდეს ჩვენ სფეროში. კაი, ახლა გადავიდეთ უკვე quiz-ზე. Okay. რომელიც მე შენ მომწადე და ანაბორძოს გონია რომ შენ ერთ-ერთ კითხვაზე დაიბნევი და მე I will take my time. Okay. საყვარელი ქართული ჯიში შენ. წითელი თუ თეთრი? სამშობლო. საფერავი. საფერავი. ქვევრი თუ კლასიკური? ქვევრი. ნაბახუსებზე საყვარელი საჭმელი. თუ სასმელს ანიჭებ გარდა. არა სასმელი ნაბახუსებზე არ შემიძლია მე სხვა შორის აი ვერ გამოვდივარ ნაბახუსებზე სასმელთ. გაგიკვირდებათ სან, მაგრამ რამენი. ხო. რატომაც არა. ჩიხრთმაც კი, მაგრამ აი რაღაცა ეხა რამენი გამახსენდა და აი რამენი გულსვლა ანუ ეხა მიყვარს რა. Okay. ეს არის კითხვა. ნუ, ღვინო დუდუკი თუ ქადლები? ჩემი ოღონდ. Okay. აი ეს იყო სწორი პასუხი. ღვინო რომელმაც გაგაოცა. აი ეს ერთი რომელიც ახლა გახსენდებოდა, ვიცი რომ საერთოდ ბევრი გაგაოცა. ქართულზე გვაქვს ვაგვარი. რან არა აქვს მნიშვნელობა. აი რთული კითხვა გადავფიქრე. ღვინო რომელმაც გამაოცა. სანამ გიორგი ფიქრობს, მე შეგახსენებ, თქვენ შეგიძლიათ დაგვასპონსოროთ. 2015 წლის მოსავლის კონჭოს კახური მცვივანი. ვისაც გაქვთ გასინჯული, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ. საუკეთესო კლასიკური თეთრი ღვინო, რაც გამისინჯავს ოდესმე და ძალიან გული მწყდება ხოლმე, რომ აი ესეთ რაღაცა აი განსაკუთრებით თან ქართულ მეღვინეობაში, ზოგადად ქართულ ღვინოებში თეთრი კლასიკური ღვინო ჩვენი ყველაზე დიდი სისუსტეა. ბოლო შემთხვევაში ამის მე ძალიან წამს. და ალბათ თავის დროზე ღვინო რო გავსინჯე, მივხვდი რომ მაგაზე მაგარი კლასიკური თეთრი ღვინო არასდროს არ მქონდა გასინჯული. და არც იმის მე გამისინჯავს პრინციპში მაგაზე მაგარი. Okay, და ეს არის ბოლო კითხვა, რო არ არსებობდეს ღვინო, შენ სად ხედავ და რომელ პროფესიაში ხედავ შენს თავს? აი ესე უცებს კაპ ღვინო გაქრა, შენ აქხან და სად ხედავ შენს მომავალს? სამზარეულოში. მაგრამ ღვინის გარეშე ჭამა? ხო, აი ძალიან მოსაწყენი ხდება, მაგრამ ხო აი რაღაცით რო ეს სევდა ჩაკლა, აი რაღაცა ის დამჭირდებოდა რა, ისეთივე ნებიანი სფერო და სულ აი როგორც მეღვინეს
სულ მშურდა შეფების რა. აი ეს მაგალითი რომ მოვიყვანე სტეიკზე, ანუ სულ მშურდა რომ ანუ აი მეღვინე ერთი შეცდომა თუ დაუშვა, всё, შემდეგ წელს დაელოდე. Try again later, რა, ანუ აი შემდეგ წელს და შეფს აქ იმის ფუფუნება რომ აი ადამიანს რაღაც იდეალის მიღწევა უნდა რაღაც საში, ხო? აი შეუძლია რომ ანუ რაღაცა ფინანსება დაუჯდეს შეიძლება, დროდ დაუჯდეს, მაგრამ ანუ სულ მუდმივად შეუძლია რომ განვითარებაზე, თავის უნარების დახვეწაზე იმუშაოს რა და მეგვინეებს ეგ ფუფუნება არ გააჩნიათ. შენმა გამოწერებმა არიციან მეგვინებამდე რა პროფესია გაინტერესება და სად გინდოდა რომ დასულიყავი. სად საინტერესოა რომ მეგვინეობამდე ძალიან ვნებით ვიყავი განწყობილი და მინდოდა რომ გამხდარიყავი პილოტი. მინდოდა რომ ანუ ავიაციაში წავსულიყავი და პილოტი ყოფილიყავი. რა თან რაღაც აი ძალიან მინდოდა და მხიბლავდა აი ეს სამაშველო ვერტფრენის მიმართულება რა. აი ვიყი დღეისათვის სულ ეს იყო. გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რათა ჩვენ უფრო მეტი мотиваცია გქონდეს. ძალიან საინტერესო სტუმარი ყავდა და მადლობა გიორგი. მადლობა ძალიან დიდი. მე ერთ რამით კიდევ დავასრულებდი ამ ყველაფერს. აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხი, იმიტომ რომ აქ მოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ ცოდნას გაგიზიარებენ. ზოგი თქვენთვის საინტერესო იქნება, ზოგი ნაკლებად საინტერესო, მაგრამ დამიჯერეთ ღვინოში მე პირადად აი როგორ ისწავლე ბევრი ან აქამდე როგორ მოხვედი არის საუბრით და მოსმენით. ძალიან ბევრ ჩემზე უფრო ცოდნეს ჭკვიან ადამიანს მოусმინე და წლების მანძილზე დღემდე გრძელდება ეს. მოусმინეთ ისეთ ადამიანებს, ვინც საკითხზე თქვენზე მეტი იციან და ძალიან ბევრს ისწავლეთ მათგან და ამ არხზე ეგ ნამდვილად მოხდება. განმეორებით.